დასაპატიჟებლად დავდივარ. ბიძინა ჩამოდის ივანიშვილი 19-ში რუსთავ ქალაქში თქვენთან შესახვედრად. სხვაგან გუბასი დავეთანხმება, როცა ქუთაისში იყო ბიძინა ივანიშვილი ჩასული, ეს იყო რეგიონალური შეკრება მთელი იმერეთის. როცა ჩავიდა ბათუმში, ეს იყო აჭარის შეკრება მთლიან და რუსთავში ჩამოდის მარტო რუსთაველები. საქართველოს ერთი უცნაურობა აქვს, ჩემო კარგებო, საქართველოს უცებ იცის ფეხზე დადგომა. მთელი ჩვენი ისტორია ასე იყო, ღირსეული მამულიშვილები შეიკრიბებოდნენ, ამ მამულიშვილებს ხალხი მხარს დაუჭერდა და ამაზე უარესიდან ამდგარვართ ფეხზე. რაცმოძრაობამ გააკეთა ის, რაც ვერ მოახერხა ვერც თემურლენგმა, ვერც ჯალალედინმა ხალხს. ქართული ოჯახები დაშალა რაცმოძრაობა. ქვეყანა სჭირდება ჭკვიანი, პატრიოტი, პროფესიონალი, საქმის გამკეთებელი პიროვნები ქართულ ოცნებაში. ზვიად ძიძიგური არის პირადი მეგობარი და თანამებრძოლი ბიძინა ივანიშვილის. მას ექნება სრული მხარდაჭერა საქართველოს მომავალი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის. მე ამ ქალაქის ერთ-ერთი ძირძველი მკვიდრი შეიძლება ითქვას ვარ 1972 წლიდან ამ ქალაქში ცხოვრობდა მე მეგონა ახალ ქალაქს ვაშენებდით ჩემ თანატოლებთან ერთად. დღეს უკვე ხედავ რომ კატასტროფის წინაშეა ჩემი ქალაქის და ჩემი ერით, ამიტომ არ ვიცი რა გითხრათ დღეს ყოფნა არ ყოფნა ასე დგას ჩვენი წინაშე ჩვენი დღეები და ეს უნდა გადაწყვიტოს 1 ოქტომბერში. ეს არის ჩემი მიმართვა, ჩემი მოწოდება, ჩემი ერისა და ჩემი ხალხის წინაშე. 19-ში მოიხსენებათ მობრძანდება ბატონი ბიძინა ივანიშვილი ქალაქ რუსთავში. ჩვენი ეს მსვლელობები რამოდენიმე დღის განმავლობაში ეძღვნება ამ ჩვენი პოლიტიკური ლიდერის ჩამობრძანების დაანონსებას. რუსთავი მზადაა ბატონი ბიძინას დასახვედრად, რუსთავი მზად არის იმისთვის რომ გააკეთოს სწორი არჩევანი და რუსთავი 19-ში აუცილებლად ეთქვის თავის სიტყვას. ისევე როგორც თქვა ეს თბილისმა, ქუთაისმა, ოზურგეთმა, მცხეთამ, გორმა და ასევე ბათუმმა. რუსთავიც ასევე ეთქვის თავის სიტყვას და რუსთავში დარწმუნებული ვარ ყველაფერი შეიქმნება როგორც ჩვენ გვინდა და როგორც უნდა საქართველოს ბედს. დიდი ინტერესი, დიდი იმედი და ძალიან სერიოზული განწყობა იმისა, რომ ჯერ ზეგ, რომელი აქციაც უნდა ჩატარდეს რუსთავში, ხალხი აპირებს მოსვლას და რაც თავარია 1 ოქტომბერს ხალხი აპირებს თავისი პოზიცია გამოხატოს და არ აუთხრას ნაცმოძრაობას. ძალიან კარგი განწყობა არის რუსთავში, ახლა მე ჩამოვედი, ზვიადთან ერთად ვარ. ისევე როგორც ქუთაისის აქციამდე ზვიადი ჩემთან ერთად იყო ქუთაისში და მე ძალიან გახარებული ვარ ასეთი განწყობით, როგორც არის ახლა თუნდაც ამ შეხვედრას. ამ 5 დღეში ჩვენ შევხვდით სადღაც დაახლოებით 10,000-მდე კაცს რუსთავში. ყველა მზადაა იმისათვის რომ მოვიდეს და მე ვფიქრობ რომ მარტო ყველასთან შეხვედრა რა თქმა უნდა ვერ მოახერხეთ. ვფიქრობ რომ დიდი ამბები იქნება 19-ში.